რა მოხდება თუ გეტყვით, რომ თქვენი მთელი ციფრული ცხოვრება, პაროლები, სამანკო ანგარიშები, პირადი შეტყობინებები შეიძლება 30 წამზე ნაკლებ დროში მოიპარონ. არა ჰაკერებმა, არამედ ნებისმიერმა დილეტანტმაც კი. არა მავნე პროგრამებით, არა დაშიფრის გატეხებით, არამედ სრულიად ლეგიტიმურ ბმულზე დაწყაპუნებით და ამ ყველაფერს შეინებით აკეთებ. და ამ ყველაფერსაც, რა თქმა უნდა, იყენებენ ფიშინგს და დღესაც განვიხილავთ ერთ-ერთ ყველაზე ავტომატიზირებულ ხელსაწყოს ფიშინგისთვის, რომელსაც ეწოდება Z-Fisher-ი. სანამ ვიდეოს ყურებას გააგრძელებდე, უნდა იცოდე, რომ ყველა ჩემი ვიდეო გაკვეთილი ატარებს მხოლოდ და მხოლოდ სასწავლო ხასიათს და კიბერდანაშაული იჯება კანონით. შეგიძლიათ ეს ჩვეულებრივად GitHub-დან გადმოწეროთ. მე უკვე გადმოწერილი მაქვს, ამიტომ ესე გავაკეთოთ. თქვენ ესე გადმოწერთ. და შემდეგ უნდა გადახვიდეთ ამ Z-Fisher-ის დირექტორიაში. შეგიძლიათ ნახოთ რები არის. ბეზე არის დაწერილი და შეგვიძლია გავუშვათ და ვნახოთ რა იქნება. აქ არის რამდენიმე ვარიანტი სოციალური ანგარიშის, რომელიც ყალბი გვერდის გაკეთებაც შეიძლება. ჩვენ შემთხვევაში Facebook-ი გამოვიყენოთ და თქვათ ესეთი სცენარი განვიხილოთ, რომ მოგდით მეილი, სადაც არის თქვათ ნათქვამი, რომ თქვენს აკაუნტზე, Facebook-ის აკაუნტზე მოხდა არაავტორიზებული წვდომა ან იყო შესვლის მცდელობა და ასე შემდეგ. ამისთვის ალბათ fake security login page გამოიყენებენ. ხო, ჩვენ შემთხვევაშიც ეს ავირჩიოთ. და გვეუბნება, სად რომელ სერვერზე გავუშვათ. ჩვენ შემთხვევაში Cloudflare-ი გამოვიყენოთ. ხო, სად უნდა გადაამისამართოს ეს სერვისი. ჩვენ შემთხვევაში Cloudflare-ზე, რომ გლობალურად იყოს ხელმისაწვდომი. გვეუბნება პორტი აქ ნებისმიერი შეგვიძლია. ჩვენ ხელი ჩავწეროთ ან ნოუსუ დავაჭეთ, ავტომატიზირებულად თვითონ თავისუფალ პორტს აირჩევს. ამას ახლა პორტს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. აქ ახლა URL-ის მასკირება მოგთხოვა. ამიტომ რახან ეს ახლა სასწავლო მიზნებისთვის არის, დავტოვოთ ესე. არ გვინდა და დავველოდოთ, რომ მოგცემს links. მოდი ხელა ახლა გავუშვათ. არ გვინდა მასკირება და აგერ მოგცა Cloudflare-ის ლინკი. და ვნახოთ ახლა რა მოხდებოდა თუ ამ ლინკზე გადავალთ. ხედავთ, რომ ჩვეულებრივი Facebook-ის login page-ი არის security check-ის. რა თქმა უნდა, თქვენი URL-ს არ დააკვირდებოდა და შეიყვანეთ თქვენს მონაცემებს. თქვათ არ დააკვირდით და შეიყვანეთ მონაცემები და ვნახოთ რა მოხდებოდა. სატესტოდ შევიყვანოთ რაღაცა, სატესტო test.com-ი მეილი თქვათ. და პაროლს შევწეროთ ტესტი. და ეს გადაგამისამართეთ ჩვეულებრივად Facebook-ის გვერდზე და ვნახოთ ახლა ჩემ შემთხვევაში მე რა ინფორმაციას მივიღებდი ამ ყველაფერთან. როგორც ხედავთ, რა user-ი შევიყვანეთ მეილი და პაროლიც და ესე ხდება phishing-ით, ესე ვთქვათ, user-ი და პაროლის მოპარვა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს რომ თავი ავარიდოთ და თავი დავიცვათ, საჭირო არის ორეტაპიანი აუთენტიფიკაციის გამოყენება. აუცილებლად ლინკებს უნდა დააკვირდეთ და ყოველთვის უნდა გადაამოწმოთ მეილი, თუნდაც ის სანდო პიროვნებისგან მოდიოდეს. დღევანდელი ვიდეო გაკვეთილი კი ამით დასრულებული არის. თუ მოგეწონა ვიდეო, გთხოვ გამოიწერო არხი და დაალაიქო ვიდეო.